ალბათ არ ვიქნები ორიგინალური რაღაც განსხვავებული თუ ვიტყვი რომ ჯანსაღის ცხოვრების წესი ეს არის ყველაზე მთავარი რამ ალბათ რითაც ადამიანი უნდა იყოს დაინტერესებული და რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, ხო? თუ კი ვინმე გამოჩენილი მოღვაწე ან ლიდერი ან რა ვიცი, სახელმწიფო მოღვაწე ყოფილა, ყველა ცდილობს რომ აი ამ ეს წესი დანერგოს და ეს დაამკვიდროს ქვეყანაში და ერში და მე მართალი გითხრათ გული მწყდება რომ ჩვენს ქვეყანაში ამაზე ყურადღება ნაკლებად არის გამახვილებული თვითონ ლიდერებისგან. როცა ერი არის ჯანმრთელი, უკეთესად შრომობს, უკეთესად ისვენებს, უკეთესად ქმნის დოვლად და საერთო გარემოც რა თქმა უნდა უკეთესია. მე პირადად ამის მაგალითს ფიქრობ რომ ვაძლევ ჩემ კოლეგებს და ჩემ ირგვლივ ყოფ ხალხს და ერთ-ერთი ჩემი რეზიდენტი რომელმაც ჩემთან გაიარა სტომატოლოგიური სკოლა, რეზიდენტურა და ეხლა არის წარმატებული და დამოუკიდებელი კლინიკის მეპატრონე, მეუბნება წარმოგიდგენიათ 15 წლის წინათ იყო ჩემი რეზიდენტი და მეუბნება რომ მე გიორგი ექიმო თქვენგან ვისწავლე ტენისის თამაში, რანაირად მეთქი და დაგინახეთო ერთხელ რომ სამსახურს რომ მორჩითო ტენისის ჩანთა სპორტული იმით გამოხვედით კლინიკიდან და გამიკვირდაო საწახვედითო და კორტზე წავედი. და აი მას მე დავიწყებდი ტენისის თამაში და დღესაც აი ეხლა კორტზე პარტნიორები ვართ მე და ის ახალგაზრდა. ანუ ჩემთვის თვითონ ეს ჯანსაღის ცხოვრების წესი ეს არის ესე ვთქვათ სხვა უკეთეს გამოსავალს მე ვერ ხედავ რომ ადამიანი იყო საერთოდ ფსიქიურად და მორალურად ჯანმრთელი. პირადად მე ყოველ დილით ვასრულებ ფიზიკურად დატვირთვას ვიღებ, შეიძლება დავარქვათ ამათ იოგა, რომელიც მეხმარება მე მთელი დღის განმავლობაში ესეთი ვთქვათ დადებითი ემოციები და ენერგიით ვიყო. ამას მე მოვითხოვ, პირადად ვამბობ, მოვითხოვ ჩემი შვილებისგან. მე ვფიქრობ ახალგაზრდა არ უნდა ატარებდეს დროს ძილში, რაც ადრე ადგები და ადრე შეუდგები პირველად აი ფიზიკურად ვარჯიშებს უკეთესია რა თქმა უნდა მე მთელი დღე ხარ უკვე ტონუსში.